მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ონლაინ რადიოს და კახეთის ხმის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვები. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძალადობის ფორმებზე, განსაკუთრებით კი კიბერბულინგსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე. გადაცემის სტუმარი იურისტი ჯუმბერ მაილაშვილი იქნება, რომელიც ხაზზე არის. ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ საუბარი ძალადობის ფორმებით, ანუ რა ძალადობის ფორმებს ხვდებით და მოკლედ მიმოვიხილოთ ძალადობის რა ფორმები არსებობს. პირველ რიგში გამოტონება მადლობა მოწვევისათვის და შევჩერდები და თქვენს ყურადღებას სპეციალისტ ყურადღებას შევაჩერებ ერთ გარემოებაზე. ბოლო აწილეულის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გატარებულია უამრავი ღონისძიება ძალადობის მიმართ, როგორც პრევენციის, ისე აღმოფხურის და სხვადასხვა ღონისძიებების და სხვებთა დაცვის მიზნით. თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობა. ძალადობის ფორმები უფრო და უფრო იხვეწება და უფრო და უფრო სხვადასხვა სახეებს იღებს. ძირითადად მაინც ჩამოყალიბებული არის ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, უგულებელყოფა, იძულება, სექსუალური ძალადობა. ეს არის ძირითადად ჩამოყალიბებულია. თუმცა უფრო მეტად არის გამოკვეთილი პრაქტიკაში, რაც ხდება, უფრო იდენტიფიცირებული რაც ხდება, ეს არის ფიზიკური ძალადობა და რა თქმა უნდა მას ახლავს შესაბამისად ფსიქოლოგიური ძალადობას. და კახეთის რეგიონში, თქვენ კახეთის რეგიონში მუშაობთ და რომელი ფორმა არის, ასე ვთქვათ, კახეთის რეგიონში უფრო მეტად გავრცელებული ძალადობის ფორმებიდან? აქ ორი მხრიდან უნდა შევხედოთ საკითხს. პირველი, რომელი უფრო მეტი ხდება ერთია და მეორეა კიდე რომელი ხდება უფრო მეტად გამომჟღავნებადი. ანუ გამომჟღავნებადია უფრო ფიზიკური ძალადობები, ქალბატონმა ვიდრე ფსიქოლოგიური. თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მეტია საზოგადოებაში, რომელიც იდენტიფიკაცია სამართალდამცავ ორგანოებს უჭირთ. რატომ? იმიტომ რომ არ ხდება შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, იმიტომ რომ ეს არის უფრო ემოციური შანტაჟი, სიტყვიერი და ამ დროს მოძალადე კვალს არ ტოვებს და კვალის დაავტოვებლობის გამო ხშირად სამართალდამცავ ორგანოები მიერ იდენტიფიცირება არ ხდება. თუმცა ფსიქოლოგიური თეორიულად ლატენტურობის თვალსაზრისით უფრო მეტია ვიდრე ფიზიკური, მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში შეინიშნება უფრო ფიზიკური ძალადობების უფრო მეტი განხილვა სასამართლოების მიერ და მოძალადების დაშლის ღონისძიებები კახეთის რეგიონში. დიახ, თქვენი აზრით, რამდენად აქვთ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მოსახლეობას აი ამ ძალადობის ფორმების შესახებ, მაგალითად ეკონომიკური ძალადობის შესახებ, რამდენად აქვთ ინფორმაცია? ძალიან კარგი კითხვა. გიპასუხებთ, რომ საზოგადოებაში ძალიან დაბალია დონე ამ ხურივ ზოგადად ეს უფრო შეინიშნება ადრეული ქორწინების თვალსაზრისით, შეინიშნება მაგალითად ქალების უფლებების არცოდნის თვალსაზრისით, ჩვენმა მანდილოსნებმა ნაკლებად იციან თავიანთი უფლებები, მაგალითად ის რომ თქვა თანასაკუთრების უფლებები აქვთ, გარკვეული ეკონომიკური თვალსაზრისით მათ აქვთ საკუთრების შეძენის გასხვისების უფლება და ეს დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპები, რომ თქვა, მხოლოდ კაცს აქვს უფლებები, მხოლოდ კაცის აქვს ქონება, ეს ძალიან გაბატონებულია საზოგადოებაში და ეს ხელს უწყობს სწორედ ამ ძალადობის ფონის უფრო და უფრო გაღრმავებას. ამისათვის საჭირო არის ქალბატონმა უფრო მეტი ცოდნის, უფრო მეტი ინფორმირებულობის გაკეთება საზოგადოებისათვის, რომ ადამიანებმა გაიგონ თავიანთი უფლებები. სამწუხაროდ, ასეთი უფლებების შესახებ ეკონომიკური უფლებაა იქნება ეს თუ ძალადობის თვალსაზრისით, თუ თქვა უგულებელყოფა, აი მაგალითად უგულებელყოფა ხშირად არის ხოლმე გაუგებარი, რას უნდა გულისხმობს. უგულებელყოფასა ბავშვის მიმართ, თუმცა ბავშვს არ ატარებენ სკოლაში, თქვა შოვლები ფიქრობენ, რომ მას არ უნდა სკოლაში, რა თუნდა სკოლაში იაროს, მას არ ჭირდება სწავლა. ეს არის სწორედ უგულებელყოფა, ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ამიტომ აუცილებელია უფრო მეტი მუშაობა, უფრო მეტი ინფორმირებულობა იმისათვის, რომ საზოგადოება უფრო მეტად გაერკვეს ამ საკითხებში. გასაგებია, დღეს ასევე აქტუალურია ასევე კიბერბულინგი და ძალადობა. ინტერნეტს ხშირად მოძალადეები მოზარდებზე, ქალებზე ბულინგისა და დაშინებისთვის იყენებენ. რა უნდა გააკეთოს მსხვერპლმა თავის დასაცავად და როგორ უნდა მოიქცეს ან ვის უნდა მიმართოს ნებისმიერი ძალადობის ფორმის გამოვლენის შემთხვევაში? პირველ რიგში გეტყვით ქალბატონ მაკა, რომ ჩვენ დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერნეტი. მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტი სარგებლობს ჩვენი უმცროსი თაობა, გოგონები, ბიჭები, ჩვენი შვილები, უფროსი თაობა, თუმცა უფროსი თაობა უფრო მეტად იცავს თავის თავს, მაგრამ ამ ინტერნეტის სივრცეში ბულინგი, ანუ დაშინება, დამცირება ადამიანებისა უფრო აქტუალური ხდება. ბულინგის ტრადიციული ფორმა, როგორიც იყო, რომ თქვა ადამიანი ფიზიკურად ხვდება
ხდებოდა მოძალადე თავის მსხვერპლს და ან ფიზიკური ძალით, ან თქვა მისი უშუალო კავშირით მასზე ძალადობდა, ეს აღარ არის აუცილებელი. სულად შესაძლებელია რომ თქვა მიმოწერით, სოციალურ ქსელებში გარკვეული შანტაჟით, მსხვერპლის შესახებ პერსონალურ მონაცემების გავრცელებით მოხდეს ასობით და ათასობით ადამიანისათვის ინფორმირებულობა. საზოგადოება ამ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, პირველ რიგში უნდა უგულებელყოს თვითონ და იგნორირება გაუკეთოს მსხვერპლმა და დაბლოკოს თქვათ ეს სოციალური ქსელი, არ გახადოს ხელი მისაწვდომი რომ მისი მიმართ მის სოციალურ ქსელში არ მოხდეს სხვა ბოროტი ძალები. მე მინდა ვთქვა რომ ამ შემთხვევაში კიდევ არსებობს პერსონალურ მონაცემების დაცვის კანონი, რომელსაც პერსონალურ მონაცემების დაცვის ინსპექტორი კურირებს და არის ძალიან სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც სისხლისამართლის კუთხით, ისე ადმინისტრაციული კუთხით. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსში არის 157 მუხლი, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემების და ინფორმაციის დაცვისა და სხვა პერსონალურ მონაცემების ხელყოფის საკითხებს და სისხლისამართლის დანაშაულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლის მიმართ ხდება პერსონალურ მონაცემების გამჟღავნების მუქარა შანტაჟი, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი სახე ქალბატონო, რომელიც ხალხი არ არის ბულინგის სისხლისამართლში გამოყოფილი და ამის შესახებ უნდა მოხდეს ინფორმირებულობა 112-ზე, როდესაც ხდება ადამიანის პერსონალურ მონაცემების პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების მუქარა, ეს ახალ სისხლისამართლის დანაშაული. ხოლო თუ ადამიანის ზოგადად პერსონალურ მონაცემების გავრცელებას ან მის ასაკს, მის შესახებ გარკვეულ მონაცემებს ემუქრება საფრთხე, ამის შესახებ უნდა მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. და ეს ინსპექტორის სამსახური მუშაობს ამ კუთხით და სამართალდარღვევების პრევენციასა და რეაგირებას ახდენს აღნიშნული სტრუქტურა. გასაგებია, ზოგადად რომ მიმოვიხილოთ და ვთქვათ, შევეხოთ ამ საკითხს, როგორ იცავს კანონი ძალადობის მსხვერპლს და თქვენი აზრით, აი ამ კუთხით რა მიმართულებით არის გასამკაცრებელი კანონი და იგივე აი რომ შევეხოთ ამ საკითხსაც, შემაკავებელი ორდერი როგორ მუშაობს? კი ბატონო, მოგახსენებ ძალიან ესეთი კომპლექსური საკითხია ქალბატონო, ეს არ არის ცარცახა კონკრეტულად ერთი სტრუქტურის სამუშაო. მოგეხსენებათ რომ პოლიცია სამართალდაცვის სტრუქტურები ძალიან ბევრს მუშაობენ, თუმცა არ არის ეს საკმარისი. რატომ? იმიტომ რომ თვითონ საზოგადოების ხარდაჭერა მაინც ხშირად არის მოძალადის მხარეს. იმიტომ რომ ეს როგორც ზემოთ აღვნიშნე, გენდერული სტერეოტიპები, ეს პატრიარქალური დამოკიდებულება მამაკაცების და ქალების მიმართ, ეს საზოგადოებაში არის ჯერ კიდევ გაბატონებული და ახალგაზრდებში ამ კუთხით მუშაობა აუცილებელია. რატო ახალგაზრდებში? იმიტომ რომ ჯერ ერთი ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი, რომელსაც უნდა ქვეყანა გადაიბარონ და მათ უნდა მართონ მომავალში ქვეყანა. შესაბამისად, რა ხდება შემაკავებელი ორდერის დროს? შემაკავებელი ორდერის დროს ხდება, რა თქმა უნდა, მოძალადის მიმართ გარკვეული ქმედებების და მისი საკუთრების ხშირად უფლების ხელყოფას არ ვიტყოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას არ აქვს უბრალოდ თავის სახლში მივიდეს, როდესაც მსხვერპლს ხვობს. ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დააყენა ადამიანის უსაფრთხოება უფრო მაღლა, ვიდრე ვთქვათ, ვინმეს საკუთრების უფლება და შესაბამისად მას ეკრძალება. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეხლა თქვენ დასვით კითხვა, რა შეიძლება უფრო გაკეთდეს? მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის ამ შემთხვევაში მოძალადეების რეაბილიტაცია ფსიქოლოგიური ხდებოდეს და აგრეთვე ხდებოდეს მსხვერპლების ინტეგრაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომ მსხვერპლი ხშირად უფრო უთანაგრძნობს მოძალადეს, ამბობს, რომ აიმე დაიჭერენ ჩემ ყოფილ ქმარს, თუ ძმას, თუ მამამთრის ოჯახის წევრს და რა თქმა უნდა, ეს უფრო ოჯახში ძალადობის უფრო მნიშვნელოვანი ფორმები მიიღო ბოლო დროს. თუმცა რა თქმა უნდა, ამან იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ გადაფარა სხვა სახის ძალადობები. თუმცა სხვა სახის ძალადობებიც არანაკლებია ჩვენ საზოგადოებაში. შემაკავებელი ორდერი, ეს როგორც ღონისძიება, ადმინისტრაციული ღონისძიება ქალბატონო, ნაწილობრივ მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისათვის კიდევ საჭირო არის, რომ ფსიქოლოგიური სამსახურები იყოს ჩართული იმისათვის, რომ ხდებოდეს ამ როგორც გითხარით, მოძალადის რეაბილიტაცია, ხდებოდეს მსხვერპლის დასაქმება, მსხვერპლის მიმართ ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მე თანხმობით, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალბატონების ხშირად აიძულებს, რომ შერიგდნენ ყოფილ მოძალადე ქვეებს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ შერიგდნენ იმისათვის, რომ რა ქნა შვილებს ვინ შეინახავს, ვერ შეინახავენ და მათი საკითხი ძალიან ესეთი მოუგვარებელი ხდება. სახელმწიფო ამ მხრივ უნდა ცდილობდეს, რომ პროფესიული კუთხით ამზადებდეს ამ ადამიანებს, ხელს უწყობდეს რაღაცნაირად, რომ ეს თავშესაფრები კი ბატონო მუშაობს, მაგრამ ესეთი მასშტაბი ძალიან მცირეა. საქართველოს მასშტაბით ეს თავშესაფრები, რომ მოთავსებული იქნენ ჩვენი მსხვერპლები თავშესაფრებში
პირობებში, მათ შორის ბავშვები, რომლებიც აგრეთვე ხდებიან და არის ესეთი მაკვალიფიცირებელი გარემოა სისხლისამართლების კოდექსში, თუ მსხვერპლი არის თქვა დედა, მაგრამ ბავშვთან თანდასწრებით თუ ძალადობს ქმარი. ანუ ბავშვთან თანდასწრებით უკეთ ძალადობა უკვე დამამძიმებელ გარემოებად თვლის ჩვენი სისხლისამართალი. ანუ რას ნიშნავს, რომ ბავშვები უფრო მეტად ისტრესებიან. შესაბამისად, ესეთი თაობა მომავალში ხდებიან მოძალადეები. რატომ არის რომ მოძალადეების ცხოვრების ანალიზის დროს ფსიქოლოგები როცა ანალიზს აკეთებენ, ისინი იყვნენ ბავშვობაში მშობლების კონფლიქტის შემსწრეები, მაკროფიცირებელი გარემოებები იყო, მოგეხსენებათ ნარკომანია, ალკოჰოლი და ეს ფაქტორები მუშაობს ძალიან მნიშვნელოვნად აი ამ ძალადობის ფორმების გაღრმავებაში. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ პრევენცია უნდა ხდებოდეს ამ კუთხით, არამედ უნდა ხდებოდეს ეკონომიკური დამოკიდებულებისათვის ბრძოლა, რომ ეკონომიკურად ქალბატონები ჩვენი დები, ჩვენი მეუღლები იყვნენ დამოკიდებლები, მათ შეძლონ მართონ და მათ ინფორმირება უნდა ხდებოდეს. ძალიან ბევრმა არის ის, რომ მათ აქვს ისეთი უფლებები, არანაირი გენდერული სტერეოტიპი, რომ ქალს ნაკლები უფლება აქვს, კაცს მეტი, ან კაცისაა ყველაფერი, პატრიარქალური დამოკიდებულება, ეს ჯერ კიდევ გაბატონებულია სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში და ამ კუთხით ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი სხვადასხვა სტრუქტურების კავშირებთან. ეს არა მხოლოდ ეხება ჩვენ ვიგვაჩნია, რომ პოლიცია უნდა აკეთებს, პოლიცია რა თქმა უნდა აკეთებს რაც მისი მოვალეობა, თუმცა ეს რესურსები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ კომპლექსურად ხდებოდეს ამ პრობლემის მოგვარება. კომპლექსურში გულისხმობ სოციალური სამსახურები, პერსონალურაცებდა დაცვის სამსახური. სხვა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოები უნდა იყოს ჩართული აქტიურად და ფსიქოლოგიური სამსახურები, რომლებიც ფსიქოლოგიური სერვისი უნდა ეწეოდნენ მსხვერპლების მიმართაც და მოძალადების მიმართაც რეაბილიტაციის მიზნით. გასაგები, ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ, შევეხეთ, მაგრამ აი უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ, როგორ უნდა მოიქცეს, ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ანუ ძალადობის მსხვერპლმა, რომ მოძალადე მოიშოროს, რა უნდა გააკეთოს და ასევე თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება იმუშაოს ელექტრონული სამაჯურის აქტიურად გამოყენება? მოგახსენებთ, პირველ რიგში დავიწყოთ, რომ როდესაც ეს ხდება კიბერბულინგის დროს, როგორც უკვე ვთქვი, უნდა მოხდეს დაბლოკვა იმ არასასურველი თქვა შემოსული იმ პირებისა, რომლებიც თქვა სხვის სახელით შეიძლება ამ პირის სახელით ავრცელებდნენ, შექმნათ ყალბი ანგარიშები შექმნან სოციალურ ქსელებში, ეს უნდა მოხდეს დაბლოკვა. აღარ უნდა გახვდეს მსხვერპლი ამ შემთხვევაში მათ რეაგირებას, იმიტომ რომ თქვა თვითონ არ გამოვიდეს მე შეტევაზე გადასული აგრესორი. დიახ, და სხვა შემთხვევებზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება საუბრისას ძალადობის სხვა ფორმებთან დაკავშირებითაც, ანუ როგორ უნდა მოიქცეს ძალადობის მსხვერპლი. რაც ეხება თქვა სიტყვაზე არის შემთხვევა, როდესაც შანტაჟი ხდება, ადამიანების შანტაჟი ხდება და ამ პერსონალ მონაცემის შემდეგ ხდება სხვადასხვა კუთხით, ეს იქნება ეკონომიკური ძალადობა, როგორც თქვი, ან თქვა იზრდება სექსუალური ძალადობა, რომელიც შემდგომ აი ამ ძალადობის ფორმების დაშანტაჟების შედეგად გადავდის სხვა დანაშაულში. თუმცა რა თქმა უნდა, მთავარი წყარო აქ არის ადამიანების მიუმართავობა, რომ ესე იგი რომ მიმართონ სამართალდაცვა სტრუქტურებს, დარეკონ 112-ზე, შეატყობინონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, თავიანთი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეშვეობით, ადგილობრივი სამსახურების მეშვეობით მოახდინონ, ან თავისი უფლებადამცველების მეშვეობით მოახდინონ ინფორმირებულობა. ეს ინფორმირებულობა აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია და დროულად ღონისძიების გატარება. ეს არ ხდება. უნდა ისიც გითხრათ, რომ ფაქტობრივად სოციალური ქსელების მიმართ ეს გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მშობლებზე, იმიტომ არ ხდება, რომ ხშირად ბავშვები ფიქრობენ წამართებს დედა ტელეფონს, წამართებს კომპიუტერს და ამიტომ ხშირად და მშობლებებიც უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ბავშვი დასტრესილია, როცა მას ემოციური ფონი აქვს, მას რაღაც გარკვეული დეპრესიული ფონი აქვს, მის მიმართ ტელეფონი კი არ უნდა წავართონ, არამედ უნდა მიიღონ იმის ზომები, რომ გარკვეულწილად ჩააყენოს სხვადასხვა სამსახურები. მაგალითად, განათლების სისტემაში ძალიან აქტიურად მუშაობს მანდატური სამსახური. აგრეთვე განათლების მანდატური სამსახურიც უნდა იყოს ჩაყენებული, რომ არ მოხდეს ბავშვების მიმართ, მოსარდების მიმართ ბულინგი. ძირითადად ახლა ეს მოწყვლადი კატეგორია არის ქალბატონებმა, ეს ჩვენი ბავშვები, გოგონები და ქალბატონები ძირითადად აი ამ სოციალურ ქსელებში მათი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების და სხვადასხვა შანტაჟის მიზნით, სხვადასხვა მიზნების მიღწევა, როდესაც მოძალადეც ცდილობს, თქვა, ან სექსუალური მიზნების მიღწევას, ან თქვა, გარკვეული საქმის შესრულების მიღწევას, რომ იძულება მოახდინოს და შეასრულებინოს ისეთი საქმე, რომელიც მას არ სურს. ასე არის იძულება, ამას ქვია სისხლის სამართალში იძულება და
ეს ყველაფერი ხდება წყარო ამ დანაშაულებრივი გზისა. ამიტომ ვთვლი, რომ კომპლექსურად პირველ რიგში ინფორმირებულობა, პირველ რიგში განათლებულობა, პირველ ახალგაზრდების ჩართულობა, ახალგაზრდება მიხვდნენ, რომ ქალს და მამაკაცს არ არსებობს განსხვავებული უფლებები, არ არსებობს დისკრიმინაციული მიდგომები და თანაბარად უნდა ქონდეს შესაძლებლობა იმ ყველაფრის მიღების, რაც საზოგადოებას ყველა ადამიანს გააჩნია და ეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპები უნდა იყოს აღმოფხვრილი იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს. სხვანაირად საზოგადოება თუ არ მოხდა ახალგაზრდების ინფორმირებულობა, ახალგაზრდების ხელში ინიციატივის აღება, მეგულისხმობს სტუდენტი ახალგაზრდობაში, ჩვენი შვილებით უნდა სწავლებით, რომელსაც უნდა გაიგონ და ამისათვის საჭირო არის მეტი ინფორმირებულობა. მეტად ინფორმირებული არის, მეტად შეიარაღებული და მეთანხმებით ქალბატონო მაგარ. გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თუ რამეს არ დაამატებთ, დაგემშვიდობებით. ეს მადლობას გიხდით მოწვევისათვის და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და დაგემშვიდობებით. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმარი იურისტი ჯუმბერ მაილაშვილი იყო და ვსაუბრობდით ძალადობის ფორმებსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე. ამ დროისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.